ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა შეაფასა ჯეიმს აპატურაიმოამის გადამღებმა ჯგუფმა ექსკლუზიურად ჩაწერა. აპატურაის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში უცვლელად რჩება და ეს არის თემა, რომელზეც ალიანსის წევრები პოზიციას არ შეცვლიან. რასმუსენის სპეციალური წარმომადგენლის განმარტებით, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების შესახებ საქართველოს ხელისუფლების ხედვა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დადებითად არის შეფასებული. თუმცა, ინტერვიუს დროს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არ ელოდება მოკლე დროში ისეთი საკითხების გადაწყვეტას, რომლებზეც მხარებს ფუნდამენტურად გასხვავებული მოსაზრებები აქვთ. აპატურაი ასევე გამოეხმაურა 5 თებერვალს დაგეგმილ ნატოს საქართველოს კომისიის ხდომას, რა დროსაც ავღანეთის სამშვიდობო მისიისა და ალიანსის მოახლოებული სამიტის შესახებ ისაუბრებენ. კომენტარი გაკეთდა სოჭის მოახლოებულ ოლიმპიადაზეც. სწორი და მართებული გადაწყვეტილება ასე შეაფასა რასმუსენის წარმომადგენელმა ოლიმპიურ თამაშებში ქართული დელეგაციის მონაწილეობა და აქცენტი ნატოს სამხედრო კომიტეტის იმ ვიზიტზე გააკეთა, რომელიც თბილისში სოჭის ოლიმპიადის პარალელურად იგეგმება. ეს შეხვედრა იმართება ორი კონტექსტის პირობებში. პირველი, რა თქმა უნდა, ჩვენი და საქართველოს ძლიერი და კარგი პარტნიორობაა. თუმცა ამავე დროს ჩვენ ხვდებით იმ 4 სახელმწიფოს მეთაურებს, რომლებიც ნატოს წევრობის ასპირანტები არიან. პრემიერის ვიზიტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, მას შეუძლია თავდაჯერებული იყოს. ჩვენი მოსაზრება წლიურ ეროვნულ გეგმაზე ძალიან პოზიტიურია, ასე რომ ვფიქრობ, ელჩებს ექნებათ სურვილი მოისმინონ, როგორ მიდის მზადება. თქვენ წინ გელოდებათ ადგილობრივი არჩევნები, ვისაუბრებთ ავღანეთის მომავალზე. ეს ასევე სამიტის წელია. ვფიქრობ, ძალიან ლეგიტიმურია, რომ ქართველი ხალხი კონკრეტულ წინ გადადგმულ ნაბიჯს ელოდეს. რა ფორმას მიიღებს ეს არ ვიცი, მაგრამ საქართველოს პოზიცია ნათელია. მან გაატარა რეფორმები, შეაქვს წვლილი და ვფიქრობ, ელჩებმა ეს იციან და მოუთმენლად ელიან დისკუსიას. ნატოს თვალთახედვით ახალი მთავრობის მიდგომა, რომელიც არც ისე ახალია, არის კარგი. არ ვიტყოდი, რომ ის ფუნდამენტურად განსხვავდება წინა მთავრობის მიდგომისგან. ეს არის მყარად დგომა ევროატლანტიკურ გზაზე, რასაც ჩვენ პატივს ვცემთ და მხარს ვუჭერთ. და ასევე რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის დამყარების მცდელობა. ეს ორი რამ ერთმანეთის საპირისპირო არ არის. ჩვენ ამის გვჯერა. ასევე ჩვენც გსურს ურთიერთობის გაღრმავება, მაგრამ ნატოს ღია კარის პოლიტიკა არის ის, რაც დამფუძნებელ ქარტიაში წერია და ეს არ შეიცვლება. ქართველ ხალხს შეუძლია დარწმუნებული იყოს. კითხვები არის მხოლოდ იმაზე, როდის და როგორ და ეს დიდწილად ასპირანტ ქვეყანაზეა დამოკიდებული, ასე რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ მიმართულებებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა მიჰყვება. რა თქმა უნდა, სპორტი ყოველთვის არის შესაძლებლობა, რომ პოლიტიკას გაცდე. იმ ქვეყნების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც როგორც წესი დიპლომატიის ან სამხედრო სფეროში არ თანამშრომლობენ, ეს შეხვედრის შესაძლებლობაა. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ რჩება ძლიერი და ის ფაქტი, რომ ნატოს სამხედრო კომიტეტი ეწევა საქართველოს ზუსტად სოჭის ოლიმპიადის დროს, შეიძლება უშუალოდ სოჭთან დაკავშირებული პოლიტიკური გზავნილი არ დევს, მაგრამ ეს ნამდვილად არის გზავნილი, რომ ჩვენ საქართველოს მხარს ვუჭერთ და ეს არ შეიცვლება. თუ საქართველოს მონაწილეობა ოლიმპიადაში იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ქართველებმა და რუსებმა უკეთ გაუგონ ერთმანეთს, ეს ყველასთვის სასარგებლოა და ვფიქრობ, საქართველოს მთავრობის მხრიდან მონაწილეობა ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება იყო. არ ვარ დარწმუნებული, როგორც კანადელი ყავს თუ არა საქართველოს ჰოკეის გუნდი, მაგრამ წარმატებას უსურვებს საქართველოს ნაკრებს ოლიმპიადაზე.